მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ რაზე ვილაპარაკოთ, იცით? აი, როგორ ჩქარობს ინფორმაცია, ხო? სინამდვილეში რა გინდა შენ? ნუ ჯერ ეს თემა ავირჩი, მე არ ვიცი ახლა გაშლა რას მომწ, შეიძლება სხვანაირი და სახელება გქონდეს ამ ვიდეოს შევხედოთ. რატომ ავირჩი ეს თემა? იმიტომ რომ ახლა არის პერიოდი ეს ამ ვიდეოს მე ვწერ ახლა დეკემბრის ბოლოს, როცა ჩვენ ვემზადებით ახალი წლისთვის და ძალიან ხშირი ეს და ძალიან სწორი მიდგომა ჩვენ გვინდა რაღაცა რომ შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში ახალი და ხშირ შემთხვევაში აი ხა ეს კიდე რატო წამოვიდა ეს თემა, იმიტომ რომ ჩემთან ახლა ვინც არის ქალთა კლუბში, ჩემთან მიმდინარეობს ახლა ტრენინგი არა, მარატონი, სურვილების მარატონი და ჩვენ სწორედ ვსწავლობთ, როგორ უნდა ჩავწეროთ სურვილები, რომ აქ ვისრულდეს და ზუსტად ეს თემა წამოიწია, რომ აი სინამდვილეში მე რა მინდა. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვართ აყოლილები სხვის სურვილებს და ვერ ვხვდებით, რომ ეს ჩვენი არ არის. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობას ეხებოდეს, შეიძლება გინდას ფინანსური მდგომარეობა, ზოგადად აი სტანდარტულად ხო წერს უყოლა. მე მინდა მქონდეს, თქვათ, კარგი ურთიერთობა, მე მინდა მყავდეს სათანადო პარტნიორი, მე მინდა ვიყო ბედნიერი, მე მინდა მქონდეს სახლი, მანქანა და ასე მინდა ვიმოგზაურო და შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი აქედან არის არაჩვენი სურვილები. იმიტომ რომ დაუშვით ჩვენ რომ ვუყურებთ ლამაზ სურათებს, შეიძლება ან ვკითხულობთ გინდაც ახლა ქსელში თქვათ რაღაც გამონათქვამს, ვფიქრობთ რომ ეს არის მეც მასე მინდა, ხო? მაგრამ რატომღაც რჩებით იმ ურთიერთობაში, სადაც ხართ და არ გინდათ საერთოდ თქვათ გაუშვოთ ეს პარტნიორი, რატომღაც შეიძლება დაუშვით ხართ ურთიერთობაში, სადაც თქვენზე ბევრი პასუხისმგებლობა ვიდრე თქვათ პარტნიორზე და ასე შემდეგ. ანუ ხშირ შემთხვევაში დაუშვით შეიძლება თქვენი პარტნიორი თუნდაც დაუშვით გაწყობთ, მოგწონთ მაგასთან, კარგად გრძნობთ თავს, მაგრამ ის მომენტი, შეიძლება თქვათ ფინანსურად თქვენ უკეთ ხართ დაუშვით, ან სხვა რაღაცა მომენტები ისეთი არის, რომ სადაც აი თქვათ სოციუმი როგორც ჩვენ კარნახობს, რომ ასე უნდა იყოს, ну, ეს არ ექვემდებარება იმ სოციუმის აზრებს, ხო? და ჩვენ ვიტანჯებით ამის გამო, რომ ну, ეხლა ხო ასე უნდა იყოს, მე ხო უნდა ვიყო დაუშვოთ კარგი დედა, რას ნიშნავს კარგი დედა, ხო? მე ხო უნდა ვიყო კარგი ცოლი, მე ხო უნდა ვიყო კარგი, თქვათ, ქალი, რა ვიცი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს უნდა ვიყო, ზოგჯერ შეიძლება არ ექვემდებარება იმას, მე რა მინდა. გაიგეთ? ამიტომ სურვილებიც არ სრულდება, ამიტომაც არ შემოდის ის ხალი და ჩვენ რამდენიმე ჯერ როცა ვწერთ, რომ ეს მინდა და არ სრულდება, რატო არ სრულდება? იმიტომ რომ ეს არ არის თქვენი სურვილი და ამიტომაც არ სრულდება. ამიტომ დღეს ჩვენ ახლა როგორც ვინც პირველად არის ჩემთან, მე ვარ ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული თარონომეროლოგი, ფსიქოლოგი, ენერგოპრაქტიკოსი, ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად გინდაც თეორიიდან გამომდინარე, გინდაც უფრო პრაქტიკიდან გამომდინარე, ცდილობს რომ დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ დახმარება, ვისაც სჭირდება, თუნდაც შეიძლება რჩევები, აი მე ვცდილობ რომ ვიყო საჭირო ასეთი ადამიანებისთვის და ჩვენ ტაროს ვიყენებთ აქ ამ არხზე როგორც ინსტრუმენტს, როგორც ფსიქოლოგიის წიგნს, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მალე ვიპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რაც ჩვენ გვაწუხებს. ჩვენ აქ არ მკითხავთ, ჩვენ აქ ვკითხულობთ ტაროს, ეკოლოგიურად სუფთად, რასაც მე უკვე კიდევაც ვასწავლე სხვებსაც და დიდი მადლობა ნდობისთვის. და თქვენი დამსახურება, რომ ჩემი აკადემიაც გაიხსნა, სადაც ჩვენ ვსწავლობთ ეზოტერიკას და ტაროს. დავიწყოთ ახლა ჩვენ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, ვნახოთ დღეს ვისთვის უფრო აქტუალური იქნება ეს პასუხები, თუ იცნობთ თქვენს თავს, თუ დაუშვით
ძალიან სუნთლად ისე არ რეზონირდება, შეიძლება იმიტომ მოხდეთ თქვენ ამ ვიდეოზე, რომ დაუშვათ მიიღოთ რამე თქვათ რჩევები, რომელიც თქვენ გამოგადგებათ საერთოდ, იმიტომ რომ ტარო გვაძლევს ჩვენ ბევრ ინფორმაციას, მეც მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, ყოველ წელს ვწერ ჩემს სურვილებს და სრულდება, დიახ, სრულდება და ამიტომ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას, რომ რამე რჩევა ვინმეს მივცე და უშოთ თქვათ, ვისაც უნდა რომ იმათი სურვილებიც თუნდაც ასრულდეს და ან ცხოვრება შეიცვალოს და ასე შემდეგ. დავიწყოთ ახლა ჩვენ. დღეს ჩვენი წიგნი იქნება ფსიქოლოგიის სხვა, ხო, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ კლასიკა გვაქვს, მაგამ გვაქვს სხვადასხვა წიგნები ფსიქოლოგიის, რომელიც გვეხმარება. დღეს ვნახოთ აი ეს წიგნი, რას გვეტყვის ჩვენ, ანუ სიგნიფიკაციას ვნახავთ. ანუ რა ენერგიებში ხართ, მე ყოველთვის არა, მაგრამ ბიჭები ზოგჯერ სოციალურ ბრაზდებიან, მაგრამ უფრო TikTok-ზე. თუ გინდათ მოკლე ვიდეოები, მაგ TikTok-ზე. ლინკი ვიდეოს ქვეშ არის. და რომ აი ჩვენზე რატო არ ლაპარაკობთ? ლაპარაკობთ, მაგრამ უფრო გოგოები აქტიურობენ და ამიტომ უფრო გოგოებზე ლაპარაკობთ. ამიტომ მოვძებნით ახლა დედოფალს, თქვენ ნახეთ თუ თქვენ ეგეთ ენერგიაში ხართ, რატომაც არა თქვენ თუ რეზონირდება. ნახოთ ეხლა რა ენერგიებში ხართ და მე უკვე ვნახოთ სინამდვილეში რა გინდათ. აჰა, და ეგრევე გამოვიდეთ ასების დედოფალი. იმიტომ თქვი რომ ჩქარობს რაღაც ინფორმაცია. აჰა, так. კარგი, ანუ როგორ ხართ? აჰა, მოიცადეთ ერთი წამი, ერთი წამი სულ თასებში ხართ, თასების დედოფალი, თავისი თავი, ესე იგი თავი თასების დედოფალის გარშემო სულ ემოციები. ნუ პრინციპში ძალიან კარგია. ეხლა მე აქ შემიძლია რა გითხრათ, რომ რო გითხრათ, რომ თქვენ ახლა ძალიან ან ცუდად ხართ ან არა, აქ ვერ ვეტყვი რომ ადამიანი არის ცუდად, აქ პირიქით ადამიანი ზუსტად ეს თემა არის, რაც ჩვენ დავიწყეთ, რაზეც დავიწყეთ ლაპარაკი. ადამიანი გრძნობს თავს კარგად და ეხლა არის როგორ იცით, სოციალურ უკვე ვინც უყურებს სულ სისტემატურად ახლა ჩემ ვიდეოს, აი თითქოს მიხვდებით რომ რაღაც ერთი და იგივე ენერგია ტრიალებს, იმიტომ რომ აქაც მიდის ისეთი რაღაც თითქმის ერთი და იგივე არკანები რა. ანუ ეხლა ეს უფრო ვინც მუდმივად არის ჩემთან, თქვენ ეხლა რა თქმა უნდა მიიღებთ ამ გაშლას და თქვენი იქნება ეს გაშლა უეჭველი, იმიტომ რომ ნახეთ, რას ნიშნავს თასების დედოფალი? ანუ ეს უკვე ის ქალი, რომელმაც იცის უყვარს კომფორტი, რომელსაც ემოციური კი, მაგრამ აი აქ მე ვერ ვხედავ ისეთ ემოციებს, რომ თქვა დაუშვოთ დედოფალი საერთოდ ეხლა ეს ესეთი პერსონაჟი, რომელიც უკვე იცის მართვა თუნდაც თავისი ემოციების და იცის რას ნიშნავს მაგისტრის კომფორტი, იცის რას ნიშნავს მაგისტრის კარგი განწყობა და აი აქ მე даже ასე ვეთყოდი, რომ ისეთ ენერგიებში ხართ, როცა თქვენ აირჩიეთ თქვენი ბედნიერება, როცა აირჩიეთ თუნდაც ის მომენტი, ნახეთ, აი თუ გქონდათ რამე დისკომფორტი, თქვენ მაგას გაურბიხარ კი არა, ტოვებთ უკან, მოდით ასე ვთქვათ რა. თქვენ აქ მიისწრაფებით მაქსიმალურად, რომ შექმნათ ის კომფორტი, რაც თქვენ გინდათ. თქვენ ფიქრობთ იმაზე, რომ რა შემიძლია კიდე გავაკეთო მე ისეთი, რომ მე ვიგრძნო თავი კარგად. აი ზუსტად ეს სურვილები რომ დავიწყე, ხო? ახლა სურვილებში რა თქმა უნდა ჩვენ უფრო ვწერთ იმას, აი ეს ჩემი ცხოვრება, როგორიც მე მაქვს ეხლა, რითი კიდე შემიძლია გავაუმჯობესო, რომ უფრო კარგი იყოს კიდე ვიდრე თქვათ მქონდა. ან ის ჩემი თქვათ გარემო კიდე უფრო და უფრო გავაუმჯობესო. აი ეს არის, როცა შენ ფიქრობ, ანუ სურვილები ის არ არის, რომ მოდი მე ახლა ახლიდან დავიწყებ ცხოვრებას, მოდი მე ახლა ახალი ცხოვრება დავიწყო. არა, გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ მაინც უკან იქ არის იმ ცხოვრებაშიც ალბათ რაღაც ესეთი მომენტები, რომელიც თქვენთვის არის კომფორტული, მაგრამ ახალი კი არა, მე მინდა რომ გავაუმჯობესო ის, რაც ეხლა არის. უფრო
თუ ვცხოვრობ სიტყვაზე მე ჩემ კარგ სახლში, მოდი კიდე რა შემიძლია, აი აქ დედოფალი თასების ყოველთვის მაგაზე იფიქრებს, აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე ჩემი სახლისთვის, რომ უფრო კომფორტული იყოს. სიტყვაზე ადრეს ხელით ვრეცხავდი ჭურჭელს, მოდი ეხლა მე ვიფიქრებ, რომ აი მინდა რომ ჭურჭლის სარეცხეს მანქანა მქონდეს, რომ მე მაგაზე არ დავხარჯეთ, რომ ეს როგორც მაგალითი გითხარით, ხო? ანუ ეს არის როცა ადამიანი მიესწრაფება რაღაცა თავისი კომფორტისთვის. ანუ იმიტომ რომ აქ თითქოს გადაწყვეტილება მივიღე, რომ მე ყველაფერი, ანუ რასაც გეუბნებით, კარგით ზუსტად მაგას მაჩვენებს, რომ ნამდვილად მინდა რომ ეს პერიოდი, რომელიც ახლა იყო, იმას მე ვუშვებ, მადლობას ვეუბნები, რომ რაც იყო და აი ეხლა ვფიქრობ რაღაცა ახალზე და ნამდვილად აი ეს უეჭველი, ვინც მართლა ფიქრობს, წერს თუნდაც თავის სურვილებს, მუშაობს ამ თემაზე, აი თქვენთვის იქნება უეჭველი ეს გაშლა, იმიტომ რომ ყველა არკანი მაგას მეუბნება, რომ აქ ადამიანი არის მიმართული იმაზე, რომ მე მინდა რომ ახალი შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, ისეთი რამ, რაც მე მომიტანს კომფორტს რა. Ну ეს არის ზუსტად ის მომენტი, რაც მე გითხარით, კი. იმიტომ რომ აი ესეთი გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ, რომ მე აღარ მინდა უკვე ჩემი თავი მოვატყუო, მე უკვე ბევრი რაღაცა ამ ცხოვრებაში ისედაც ვისწავლე და აი ეს გამოცდილება, რომელიც მაქვს, მე მინდა გამოვიყენო. და ნამდვილად ეს ცოდნა, რომელიც მე მაქვს, ანუ ეს სურვილები, ეს მდგომარეობა, ეს ყველაფერი მე ახლა უკვე უნდა დავიფიქრე და გამოვიყენო ისე, რომ იყოს ჩემთვის სასარგებლოდ. კი ბატონო, და სურვილების კი. ანუ აქეთ როგორ არის, უკვე ტოვებთ თქვენ, ანუ ყველანაირ ცუდ ფიქრებს გინდას პარტნიორს თუ ეხებოდა, იგივენაირად შემიძლია გითხრათ, რომ აქ სხვათაშორის ვიღაცა შეიძლება იყოს და ჩვენ საჯარო გაშლა გვაქვს და ამიტომ რა თქმა უნდა იქნება სხვადასხვა კიდე ვარიანტები და ვერსიები. ფიქრობს იმაზე, რომ მე მინდა ახალი ურთიერთობა, იმიტომ რომ აღარ მინდა მე უკვე ვიგლოვო, აღარ მინდა მე უკვე აქ ვიყო ცუდ ხასიათზე, აღარ მინდა მე უკვე ვიყო დეპრესიაზე. ეს ყველაფერი არ მინდა, იმიტომ რომ შეიძლება ვერ ჩამოყალიბდე. დაუშვოთ ახლა თქვენს გინას პარტნიორზე, ხო? დაუშვოთ შეიძლება თქვენ ახლა ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა, ადამიანი თქვა თქვენ გინდოდათ გქონდათ ის სურვილი, რომ თქვა ყოფილიყავით ადამიანთან, ურთიერთობაში, მაგრამ არ გამოვიდეს. შეიძლება ტოქსიკური ურთიერთობა გქონდა და ეხლა ეს თქვით, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ, რომ არ ღირს, არ მინდა მე უკვე ეს ნერვიულობა. всё, მე ვიწყებ ცხოვრებას უკვე თავიდან რა, რაც გითხრათ, გავაუმჯობესო, მინდა ჩემი ცხოვრება, მინდა რომ ჩემი ვიყო გამარჯვებული ჩემ ცხოვრებაში და მინდა განულება მოხდეს. სხვადასხვა აქ ძალიან ბევრმა გაიარეს უკვე რაღაცა კარმული გაკვეთილები დატოვა. კი ბატონო და მზად არის უკვე ცვლილებებისთვის, რომელიც მაგას მოუტანს, ანუ ბედნიერებას და სიმშვიდეს და უკვე ფიქრობს იმისთვის, რომ ნამდვილად აი რაზეც მე უკვე ველაპარაკეთ წინ, აღარ გავიმეორებ. ანუ მე უკვე თქვენ მიხვდეთ რაზეც იქნება საუბარი. ვნახოთ ეხლა თუ იცანით თქვენი თავი, ხო, ჩვენ ახლა ვკითხოთ დღეს მინდოდა ეს და რომ და ვნახოთ ეხლა ჩვენ, ანუ სინამდვილეში, ანუ ეხლა აქ ნამდვილად ადამიანს უნდა ბედნიერება, ნამდვილად უნდა რომ უკვე ეს პერიოდი, რომელიც ამძიმებდა გაუშვას, მაგრამ აი ეს ბედნიერი მინდა ვიყო, ვნახოთ ეხლა ვკითხოთ ჯერ თქვენ სინამდვილეში რა გინდათ. ჯერ იცით როგორ გავაკეთეთ, შენ ვკითხოთ აი ნამდვილად ასეთ ადამიანს რა უნდა, მე ვკითხოთ ეს თქვენია, ეს სურვილი თუ სხვისი და მე აი ვკითხოთ ნამდვილად რა გინდა თქვენ. აი ასე ვკითხოთ, რა გინდათ? აი მთავარი თქვენი დაუშვოთ სურვილი. აი ვკითხოთ ახლა ჩვენ. თქვენი სურვილი.
ნუ აქ ნახეთ თქვენი სურვილი ახლა ეს არის რომ მე მინდა რომ ვიყო სტაბილურად, მე მინდა აი გინდათ ახლა ურთიერთობაც მინდა რომ მქონდეს სურვილი როგორია? ნახეთ ახლა პირველი ის რომ სტაბილურობა ნამდვილად გინდათ, კარგად გინდათ რომ იყოს ის რაც თქვენი გულისთვის არის ძვირფასი იყოს. ის პარტნიორი თუნდაც ნახეთ აქ როგორი სიტუაცია, ვინც უკვე არის პარტნიორთან ურთიერთობაში, ხო? თქვენ გინდათ რომ სტაბილური იყოს ეს ურთიერთობა. აი ეს მომენტი ნახეთ როგორ არის კიდე. ნამდვილად გინდათ რომ პარტნიორისგან მიიღოთ თქვენ თუნდაც საჩუქრები, მიიღოთ ყვავილები, მიიღოთ რაღაც სასიამოვნო მომენტები, რომ გქონდეთ იმ ადამიანთან თუნდაც გინდათ რომ თუ ვისაც აქვს უკვე ურთიერთობა დალაგებული, გინდათ შენარჩუნება ამ ურთიერთობის. ამავე დროს აქ არის სხვათა შორის ვიღაცას აქვს ძალიან დიდი სურვილი, ნუ მე არ შემიძლია ასეთი პოზიცია როცა არის, ნახეთ ახლა ყურუმი ხალი მე-15 არკანი და პლუს კიდე არის კვერთხების აქ ტუზი, ნამდვილად მინდა რომ ან ვინც ეხლა ეს მესიჯი იქნება ალბათ უფრო ნუ ან ჩემოსწავლებთან ან იმ ადამიანებთან ვინც შევიდა ეზოტერიკაში, თქვენ იცით ჩემი კორონთან დამოკიდებულება. აქ დიდი სურვილი აქვს ადამიანს რომ მე მინდა ეს საქმე, რომელიც ძალიან მომწონს, რომელიც ძალიან მიზიდავს, ხო? რომ აი ნამდვილად ვიყო აქ პროფესიონალი. ნამდვილად მინდა რომ ეს ცოდნა, რომელიც მე მივიღე, უფრო თქვათ მომიტანოს თუნდაც წინსვლა. თუნდაც შეიძლება даже ძალიან კარგი რომ თქვათ ელოდებათ მინდა რომ კლიენტები წამოვიდეს და ნამდვილად შემოსავალიც მქონდეს ამ საქმიდან. ეხლა ესაც არის აქ ნუ სურვილი გაქვთ, ხო? ახლა ვნახოთ ჩვენ მაშინ როგორც ვკითხეთ, მოდით კიდე ერთი ავიღოთ სურვილი და მე უკვე მე ვკითხავ არა, აი მოდით ასე ვთქვათ, ეს ნამდვილად თქვენი სურვილია, ხო? სხვისია თუ თქვენი ეს სურვილი, აი ვკითხოთ რა ხურთქვით, რადგან რომ ასე გავიგოთ და ეს თქვენი ეს სურვილი ნამდვილად აი აქ 100%-ით კი. იმიტომ რომ კი, ნამდვილად ეს არის ჩემი, ნამდვილად მე ეს მინდა, იმიტომ რომ აქ ადამიანი როგორ არის, იცით, შეიძლება გადაიღალა იმით რომ აი ნახეთ ძალიან კარგი ის პოზიცია სხვათა შორის რაც იყო სიგნიფიკაციაში ეს გამოდის რომ ნამდვილად მე დავიღალე რომ ვიყო დამოკიდებული სხვის სურვილებზე. ეს არის ჩემი სურვილი, ეს მინდა მე. სხვათა შორის რაც ეხება თუნდაც ეზოტერიკას, ნუ ახლა ჩვენ ახლა ეზოტერიკული არხი გვაქვს და მინდა გითხრათ რომ ზოგს აქ როგორი სიტუაცია, მაგალითად, აი ძალიან იზიდავს ადამიანს, თქვათ ახლა თუნდაც ტარო, თუნდაც вообще, ну ეზოტერიკული თემები, ხო? მაგრამ აი საზოგადოებაში შეიძლება თქვათ ადამიანს, ну ერიდება ან არ ამბობს თქვათ დაუშვათ ახლა იმ თავის სურვილებზე, ან ფიქრობს როგორ მიმიღებენ, მე კი მომწონს და სხვათა შორის ძალიან რთული არის ზოგჯერ ანუ აღიარება შენი თავის, თუნდაც ტაროლოგად ეზოტერიკოსად, ხო? იმ საზოგადოებაში, სადაც შენ ცხოვრობ, იმიტომ რომ შეიძლება იქ ადამიანები, ну, არიან ისეთები, ვისაც თქვათ ან არ ესმის, ან არ აინტერესებს, ან დაქცინიან და ასე შემდეგ. და აი აქ ადამიანს აქვს ეს დიდი სურვილი, იმიტომ რომ მაგრად იზიდავს დიდი ხანი, აი შეიძლება ადამიანი ახლა აი მინდა, მაგრამ აი რაღაცა შეიძლება აჩერებდეს, იმიტომ რომ აი როგორ გამიგებენ, ან დაუშვათ ახლა შეიძლება თანამდებობის პირი იყოს, ან შეიძლება ახლა რა არის ესეთ აი იმიტომ გეკითხებთ თქვენი ნამდვილი სურვილი რა არის? მე სხვათა შორის ჩემ პრაქტიკაში ბევრჯერ მყავდნენ ესეთი ადამიანები, ვინც ნამდვილად იყვნენ თანამდებობის პირები, ვისაც ნამდვილად ჰქონდათ თავისი ბიზნესები, მაგრამ როცა მქონდა საუბარი და მათ როცა რომ გამირჩევია და მithქვამს მაგათთვის, რომ იცით რა არის, თქვენ ახლა უნდა ნამდვილად ეზოტერიკა იმ დონეზე გიზიდავთ, რომ შეიძლება აი ცუდად ხდებოდე. კიო, მაგრამო ისეთ სამსახური მაქვს, რანაირად ვაღიარო, არ ვიცი და
მაგრამ გადაულახიათ და დღეს ბედნიერად გრძნობენ თავს და სულ სხვა დარგი წავედნენ, იმიტომ რომ ეს მაგათი სურვილი და სხვათა შორის არანაზღაურებაც მშვენიერი აქვს და ყველაფერია. ხო და აი აქაც ადამიანმა იცი რა დავიღალე იმით რომ მე ვერ ვაკეთებ იმას რაც მე მინდა, რაც მე მიზიდავს დიდი ხანია, რაზეც მე ვოცნებობ და ვფიქრობ და ამიტომ ნამდვილად ეს მინდა მე დღეს. აი რა სურვილზე ჩვენ ახლა ვთქვით. აი ეს ერთ-ერთი სურვილი ეს ნამდვილად კი ბატონო, ეს არის ვინც ახლა იცნო, კი, ეს არის თქვენი. ნუ მოდით კიდე ახლა ვნახოთ, კიდე სურვილი დავუშვათ, რა სურვილი გაქვთ თქვენ და ესეც ვკითხოთ, რომ ნამდვილად კიდე რა სურვილი და სხვათა შორის აი აქ კიდე რა არის, იცით? მე მინდა მქონდეს ჩემი შემოსავალი და არ ვიყო დამოკიდებული არავისზე. აი ესეც არის, გაიგეთ? პლუს კიდე ნამდვილად ეს არის ჩემი სურვილი, იმიტომ რომ მე მინდა მე როცა მექნება ჩემი, ხო, არავისზე არ ვიქნები დამოკიდებული, არ დამოკიდებული. აი აქ ერთი და იგივე ნახეთ არკანები გამოდის, იმიტომ რომ ეს მე მიზიდავს, ეს მე მავსებს და აი რაღაც თითქოს როგორ არის კიდე იცით რომ აი დამოკიდებული არ მინდა ვინმეზე ვიყო, მე ამაზე სულ ვფიქრობ და ეს არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, რომ მე ჩემი მქონდეს, თუნდაც შემოსავალი ისეთი, რომ მე მაგ მაყოფილებდეს, მე თქვათ ახლა ანუ ჩემი შემოსავალი მქონდეს. აი აქ ეგეთი კიდე არის ეს პოზიცია ნახეთ ახლა, იმიტომ მოდის ხოლმე ინფორმაცია რომ გეუბნებით როცა გახსნით ვიდეოს მაინც თუნდაც დაჩქარებულზე, მაგრამ მაინც უყუროთ, იმიტომ რომ ბევრი შეიძლება ისეთი ინფორმაცია უცბად წამოვიდეს, რომ თქვენ რო გამოტოვოთ, მე მენანება ხოლმე. კიდე აქ არის სხვათა შორის კიდე როგორი სიტუაცია. სურვილი როგორი, იცი, არ მინდა ნამდვილად რომ აი რამეზე ვინერვიულო, არ მინდა ნამდვილად რამეზე ვიფიქრო, თქვათ, ნუ აი, ნუ როგორ არის, იცით? შეიძლება თქვათ, აქ რატომღაც მომდის როგორი ინფორმაცია სხვათა შორის, ეხლა რამდენადაც შეიძლება არ იყოს უცნაური, მაგრამ აქ არ არის ეს არა. აქ არის სურვილი ვიღაცა სხვათა შორის, რომ ნუ ეზოტერიკას თავის თავზე, იმიტომ რომ ვერ გამოვტოვებ ახლა რაც არკანები მეუბნე. მეორე კიდე ნახეთ, ორსულობა სხვათა შორის ვიღაცისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანი შეიძლება ფიქრობს, რომ ანუ დიდი ხანია ფიქრობს და დიდი ხანია მაგ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რომ აი ზუსტად გახდეს დედა სხვათა შორის ეს არის. კიდე ვიღაცა არის უბრალოდ მონატრებული დედა, რომელიც დიდი ხანი უნდა რომ თავისი შვილები თქვათ, თუნდაც ნახოს, ეგაც არის აქ და აი ეს სურვილი არის ძალიან ესეთი რა. კი ბატონო, კი. და даже იცით როგორი სურვილი აქ ვიღაცას, რომ ნამდვილად აი ნეტა ჩემი ნება რო იყოს, აი ავდგებოდი ყველაფერი საერთოდ დავტოვებდი ყველაფერს და წავიდოდი. ეს შეიძლება უფრო გოგოებს, ვინც არის თქვათ შორს ახლა და ვისაც უნდა რომ თქვათ დაბრუნდნენ რა და თქვათ იმის გამო რომ რაღაცა აიღეს თავის თავზე ვალდებულებები, შეიძლება მაგის გამო არიან ახლა მანძილზე, მაგრამ დაბრუნება უნდა და შეიძლება ზოგი ამაზე აი იცით როგორ არის, ნუ რა ვქნა, ყველაფერს ვიტან, იმიტომ რომ სხვა გზა არა მაქვს, ეს გზა ავერში უნდა შევასრულო, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი გეგმები და სინამდვილეში გინდა თქვენ რომ დაბრუნდეთ. აი ვნახოთ ახლა ეს ნამდვილად არის, ხო? თქვენი სურვილი. კი. აი აქ ნამდვილად არის თქვენი სურვილი. კი, იმიტომ რომ აქ ზუსტად ეს თემა წამოვიდა რა, ვისაც ახლა ნუ გენატრებად რა, თუნდაც ის მომენტები რომ ნუ ასე გავაკეთე, ასე იყო საჭირო, შეიძლება ახლა ნუ ფულის გულისთვისაც კი ბატონ, აბარა ის გულის გასართობად მანდ არავინ არ მიდის და თითქმის, მაგრამ აი ეს სურვილი კი არის აქ ნამდვილად, რომ გინდა დაბრუნება თქვენს შვილებთან, მაგრამ ის ვალდებულებები, რაც აიღეთ, ეს ვალდებულებები თქვენ არ გიშვებენ იქ, სადაც თქვენ გინდათ დაბრუნდეთ.
კი, ნამდვილად, მაგრამ გინდათ უზომოდ იყოთ, აი იქ სადაც თქვენი გული, ის თქვენი გული არ არის იქ, სადაც ახლა თქვენ ხართ, ნამდვილად, აი აქ 100%-იანი შემიძლია ვთქვა. კარგით, მაშინ კიდე ერთი ვკითხოთ ახლა უკვე ჩვენ ტაროს უკვე თქვენი ნამდვილი სურვილები. ანუ ნამდვილად თქვენ რა კიდე რა გინდათ, აი ყველაზე ძალიან რა გინდათ, მაინც ვკითხოთ ახლა. ყველაზე ძალიან რა გინდათ, ვკითხოთ. იცით რა გინდათ? აი სხვადასხვას ნუ ეს ალბათ გოგოების ყველას იქნება ეგეთი სურვილი, რომ როგორ არის, იცით, ახლა აქ კი ორი ვარიანტი წამომივა, მაგრამ მეტის. ნამდვილი სურვილი და ეს პრინციპში ნორმალურია, როცა გოგოს უნდა, აი გოგოსთვის ახლა ვამბობ, რომ ყავდეს ისეთი ადამიანი გვერდით, რომელიც ნამდვილად აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე. რამდენადაც არ უნდა იყოს ხალი ძლიერი, რამდენადაც არ უნდა იყოს წარმატებული, რამდენადაც არ უნდა ქონდეს წინსვლა, ან რატომ უმრავლესობა სიტყვაზე რატომ მიდის ქალების, ვთქვათ, ფულის საშოვნელად, ან დაუშვათ კარიერას ქმნის, ეს არის კაცების დამსახურება, ხო? იმიტომ რომ ესე იგი არ შეხვდათ ესეთი ადამიანი გვერდით, რომელმაც ეს შეუქმნას ქალს და სინამდვილეში, როცა კაცს შეუძლია რომ ქალს შეუქმნას ეს პირობები, რომ დაუშვათ ეს ქალი აკეთებდეს იმას, რაც მაგას უნდა, მაგრამ როგორი გაგებით, ნახეთ, განვითარებას არავინ არ უარყოფს, მაგრამ შენ როცა დაუშვათ ყავს ადამიანი გვერდზე და მამაკაცის სახით, ხო? ანუ საერთოდ ახლა ეს არის ჩვეულებრივი ოცნება, იმიტომ რომ აღარ მინდა დავიღალე მე თვითონ რომ ვიყო დაუშვათ ისეთი რომ აი მე ვარ შემომტანი, მე ვარ თქვათ ის ადამიანი, რომელიც თქვათ პასუხისმგებლობაც ავიღებ. ანუ აქ ძალიან გულისწყენა და ბოლოს არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც დამიდგება გვერდში კაცურად. აი ეს არის თქვენი ნამდვილი სურვილი, თორემ ეხლა მე იმას არ ვგულისხმობ, რომ დაუშვათ, რომ ანუ ეს საწყალი კაცი ვიღაცა, რომ უნდა იშრომოს ეხლა დილიდან საღამომდე და მარტო შემოგიტანოს ფული და შენ მაშინ ექნები კარგად. არა, პასუხისმგებლობა სხვა რამე არის კიდე რა, არ არის მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ აი ფულის შემოტანაში არ გამოიხატება. აქ უბრალოდ რა არის, ზოგჯერ სულიერად გინდა ადამიანს თქვა დაველაპარაკო, ან რამე თქვათ ახლა გავუზიარო, ან ნუ არის რაღაც მომენტები და იმიტომ რომ იმპერატორი არის, ახლა ეს არ არის თქვათ ძალიან ბევრი რამეს მოიცავს, ახლა ეს არკანი და ამიტომ ეს ჩვეულებრივი ნორმალური სურვილი, რომ ყავდეს ადამიანი, რომელიც იქნება ნუ ჩემი ასე ვთქვათ, კედელი. ეხლა რა არის, იცით, ესეც ნორმალური, რა თქმა უნდა, ნორმალური სურვილი, უბრალოდ მე ახლა ბევრს ვფიქრობდი ხოლმე ამ სიტუაციაზე, რატომ არ ხდება, რატომ აი დაუშვათ, ნუ ყველას არ ეძლევა, თქვა, დაუშვათ ეგეთი სიტუაცია. კი, შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, აი შენშია პრობლემა, იმაში, ამაში შეიძლება ადამიანი მართლა ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ თქვათ, ახლა აი მუშაობს თავის თავზე და ასე, მაგრამ აინც არ ხდება. და ამიტომ ვარ მე აი ესე იცით თქვენ უკვე შეყვარებული მატრიცაზე, იმიტომ რომ აი იქ უკვე ნუ ძალიან იცით მეც ვეძებდი თავის დროს ძალიან თუნდაც ამ თემაზეც ახლა პასუხს ვეძებდი და რაღაცა და მაგრამ აი მატრიცაში არის ძალიან მაგარი პასუხები და ვერ გაექცევი. რაც აირჩია შენმა სულმა, რაც უნდა რომ გაიაროს. აი ნუ ეს არის ერთადერთი რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როცა ჩვენ უკვე ვიცით პასუხი
და ვიცით რა შეიძლება გავაკეთოთ, შეგვიძლია შევამსუბუქოთ, შეიძლება გამოვასწოროთ. აი ხა ეგ ხო გეუბნეთ იგივე რომ მიდიხარ მანქანით, იცი შენ ეს გზა, თქვათ მიდიხარ, მაგრამ მატრიცა არის როგორი თემა, იცით? ანუ როგორც საგზური რა, მე მგონი ეგრე სწორედ იქნება ქართულად. სადაც წერია ყველაფერი აბსოლუტურად. აი ამ გზაზე წადი, კი, სწორედ იცი შენ მიდიხარ დაუშვით, მაგრამ აი აქ შეიძლება შეხვდეს თქვათ დაბრკოლება, იმიტომ რომ თქვათ გზას აკეთებენ და ამიტომ შეგიძლია მოუარო, აი ნავიგატორი რო არის მანქანაში, ხო? აქ არ დააჩქარო, აქ გადაუხვი, აი ეს არის, რომ მატრიცაში ჩვენ შეგვიძლია თქვათ ეს შეცდომები თქვათ გადავლახოთ ან არ შევეჯახოთ შეცდომებს, ან დაუშვათ ეხლა შევუმსუბუქოთ ჩვენს სულს გზას. და ჩვენი ცხოვრება მაგით ხდება უფრო ლამაზე. გაიგეთ? ანუ 100%-იანი ხა ვიცი რომ ნებისმიერ გოგოს კითხე და გეტყვის რომ კი მინდა რომ იყოს კაცი რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე, მე ახლა არ ვიფიქრო თქვათ საყოფოსაცხოვრებელი თქვათ თემებზე, იმაზე და მაგრამ ეს იდეალური, მაგრამ ყველას არ გამოსდის ეგეთი რამე, იმიტომ რომ სულს გააჩნია რა გზა აერჩია. ამიტომ ჩემო ლამაზებო შეგვიძლია მოვიზიდოთ ეგეთი ადამიანი, ხო შეგვიძლია? კი, თუ აერჩევ შენს გზას, კი ბატონო, კი. თუ აერჩევ შენს გზას, კი ბატონო, თუ ისწავლი, ну რაც გითხარით, პრინციპში გაყოლანაირი საშუალება რომ მიაღწიო და შენი სურვილი ასრულდეს. იმიტომ რომ თუნდაც აი ამ მამაკაცთან რომ მიაღწიო და ეგეთი ადამიანიც რომ შემოვიდეს, აქაც არის ბევრი ისეთი საინტერესო მომენტები, რაზეც უნდა შენ თავზე იმუშაო და ან სწორედ ჩამოაყალიბო შენი სურვილები, რომ ნამდვილად მოხდეს ის, რაც შენ ჩაიფიქრე. ну მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ დავარკვეთ ახლა ვიდეოს და იგივე ამ დავტოვებ მე ამას ამ სახელს ხო ამ ვიდეოს და მე რა თქმა უნდა გისურვებ თქვენს ყველას რომ თქვენი სურვილები აგისრულდეთ და იყოთ ბედნიერები და იყოთ ჯანმრთელები რა თქმა უნდა პირველ რიგში და ყველაფერი შევიდეს თქვენ ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ